10 თვე ტყვეობაში, რადგან ამ სამი სიტყვის უკან, როგორ გადაიტანეს ეს უკანონო პატიმრობა 4 ქართველმა მეზღვაურმა და მათმა ოჯახებმა. თეადეიშვილი მოგითხრობთ, გიჩვენებთ ისტორიას, რომელიც გასულ კვირას მშვიდობით დასრულდა, თუმცა ამ ამბის გმირებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ გაურკვევლობისა და სასოწარკვეთის ეს 300-ზე მეტი დღე. აი, დავშინეთ გადააყრე, всё. აქ ვარ უკვე. ცოცხალი და უნებელი დამთავრდა. გამწყნარი ხა? 10 თვიანი ტყვეობა ენგურის ხიდთან დასრულდა. გიორგი საპანაძე, აზიზ ვარშანიძე, მანუჩარ ბოლქვაძე, სულხან ცეცხლაძე. მეზღვაურების ისტორია გრძელი და პრობლემებიც ავსეა. მოვიდა, ბაბარია, მოვიდა. სახშევა. სულ რამდენი წელია რაც დაცურავთ? 68-დან. სკოლის ზღვაში ვარ. 2011 წლის მაისში პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი ჰაკი ჩილილოღლუ სამსუნიდან ფოთში უნდა შესულიყო. თუმცა 67 წლის გამოცდილმა მეზღვაურმა, რომელიც არაერთხელ ყოფილა აფხაზეთში, ბორტიდან ოჩამჩირის სანაპირო დაინახა. ხელში შტურვალი უჭირავს კაპიტანს, რა იცოდე, ვის უნდა დაწვალება და მონობაში ყოფნა მითხარით. სულ არ მინდოდა მე აფხაზეთში წასვლა. სულ არავინ არ უნდოდა რა, არავინ არც თურქები იცოდა, არავინ არ იცოდა. როგორ გაიგეთ რო სოხუმში ოჩამჩირი? აი მეგონა პოჩე ვარ, გააჩერდა, მანქანაში ვიყავი. სტოპ მაშინა უთხნდა. ავედი ზევით პოტე არა, ეს პოტე არა, გასვლა. ოჩამჩირა კი ძველი მეზღვაური ვარ და სენერებზე მუშაობდი, ვიცოდი მე. ოჩამჩირ დამეთქვა. გიორგი საპანაძე ამბობს, რომ გაუმართლად, რადგან აფხაზეთის ომში მონაწილეობა არც ერთ ქართველ მეზღვაურს არ მიუღია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დახროდნენ. 2011 წლის მაისიდან 2012 წლის 31 მარტამდე ქართველები ხმელეთზე ვერ გადადიოდნენ. გემის დატოვებისთანავე ისინი სოხუმის ციხეში აღმოჩნდებოდნენ. დარეკადად ყო არც ახვიდეთ. უარესი იქნება. დაგიჩერანენ და მე რაღაცა პრობლემები იქნება. ნუ სიმართლე რა გინდათ ახლა ციხე და ასე. შეიძლება ამ ყველაფერს ტყვეობა დავარქვათ? საღაც შეიძლება. სადღაც რაღაცაში. ვერ გადმოდიოდით ხმელეთზე, ხო? ხმელეთზე არა, ხე პირა დავაგია. გაჩერებულ გემზე წყლის თითო წვეთს ოქროს ფასი ჰქონდა. არ ჰქონდათ საჭმელი. ანკესით თევს იჭერდნენ და თავს ისე ირჩენდნენ. გემზე საჭმელის ასმელი ჰქონდათ? საავი ახლა სახელმწიფო ჩაერია, იმის შემდეგ ჰქონდათ დაიმალდი, ბავშვი ახლა ბოლოს მითხრა რა, პროსო სახში აგვალერული და წვიმას მოხუწებოდი რომ წყალი აგმოვსულა და გვალერია. 23 წლის სულხან ცეცხლაძე სხვაში პირველად იყო. მამას ფოთში უნდა შეხვედროდა, თუმცა ოჯახმა რამდენიმე თვის შემდეგ სოციალური ქსელით შეიტყო, რომ მათი შვილი აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა. სიხარული და სიკეთექილა. ბატონი გიორგი ხომ იდეალური პიროვნება ყოფილა. ქართული მხარე მეზღვაურების გათავისუფლების მოთხოვნით საქმეში 2011 წლის დეკემბრიდან ჩაერთო. თურქულ და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს პირადად გიორგი კარბელაშვილი აწარმოებდა. თვითონ პირადად ბატონი გიორგი ძალიან ხშირად მირეკავდა, მაიმედებდა, მამხნევებდა. გვიჭირს გამოყვანა, მაგრამ შინ ცოცხალი დაგებრუნდება. დავავალე ადმინისტრაცია საზღვაოს შავისიაში ვქონათ სახელმწიფო. და ამ ადამიანების, ამ კომპანიების გამოვაქვეყნოთ ამ ადამიანების გვარების სახელები და ამ კომპანიების მისამართები. გიორგი კარბელაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნება კანონდარღვევი და საეჭვო კომპანიების და დამსაქმებლების შავი სია, რათა აღარ განმეორდეს სომალიში, თურქეთში, აფხაზეთში, კანადაში მომხდარი ინციდენტები. 4 ქართველი მეზღვაურის საერთო დამსაქმებელი თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი ლაურა ჩადუნელია. ასეთის ბიზნესიც არის, ნარკომანის ბიზნესიც და ამან როთახში 20 კაცი გულოდა. თქვენი შვილიც იქ? ჩემი 6 თვე იქ იყო იცვალ. ასე ახასიათებს გათავისუფლებული მეზღვაური სულხან ცეცხლაძის მამა მისი შვილის დამსაქმებელს. მეზღვაურებმა ლაურა ჩადუნელს სამსახურის სანაცვლოდ $1500 გადაუხადეს. რამდენი მინატრებოდა სიგარეტის მოცევა ხანდახან არ იყო. ავეში ბედნიერი ვარ სახში ვარ. გიორგი საპანაძეს კონტრაქტის თანახმად თვეში $3000 უნდა მიეღო. არც მას და არც სხვა ქართველ მეზღვაურს ამ ხნის განმავლობაში ანაზღაურება არ აუღიათ. საქართველოს კონსული თურქეთში ზურაბ პატარიძე, რომელიც ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ამბობს, რომ მეზღვაურთა კუთვნილი ხელფასების დაბრუნებაზეც იზრუნებს. საქართველოს გენერალური საკონსულო მაქსიმალურად დაეხმარება ჩვენ მეზღვაურებს, რათა შემდგომში მოხდეს იმ თანხების ანაზღაურება, რომელიც დავალიანებად დღესდღეობით გააჩნიათ კენყოფილს. ენგურზე მეზღვაურების გადმოცემის დროს აფხაზეთიდან დევნილი ვერა ქობალია მოულოდნელად სოხუმის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა ასაკის დაინტერესდა. თუმცა აფხაზებმა ამ კითხვაზე მამაკაცისთვის შეუფერებლად დაიმორცხეს.
ეს ახალგაზრდები ალბათ იგივე ასაკის არიან როგორც მე. ალბათ იყო პერიოდი, როდესაც შეიძლება ერთ სკოლაშიც სწავლობდით და ერთ ეზოშიც ერთ ქუჩაზეც თამაშობდით და ამიტომ მაინტერესებდა და მინდოდა რომ დამიპატეჟებინათ თბილისში, ბათუმში, რომ ენახათ ის განვითარება, რომელიც დღეს ხდება საქართველოში. აფხაზებმა მოწვევაზე უარი თქვეს. ქართველი მეზღვაურები კი გემბანიდან დანახულ აფხაზეთს ეყვებიან. არა, კარგად საქმე იქნება. სულ არა კარგად. ქალაქში ჩვენ არ ვიყავით გასული. მაგრამ როცა ვიდეთ მანქანით, დამგრეულია ქალაქი. ცენტრში შეიძლება რაც არის, ცოტა გერერიტეტი 5 ცოტა და არაფერი არ გიტება. ასე ხედავს, любой კაცო შეხედავს მასა.